ჭირდება ისეთი პატრიარქი და არა ლიდერი, მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერი არ არსებობს, არსებობს პატრიარქი ჩვენი ქართული ეკლესიის, რომელიც უნდა აგრძელებდეს ქართული ეკლესიის ტრადიციას და ქართული ეკლესიის ტრადიცია არის ერთი, რომ ის იბრძოდა ყოველთვის და იყო მთავარი საყრდენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის. არ იქნებოდა სახელმწიფო დამოუკიდებლობა და სახელმწიფო ქართული საერთოდ რო არ ყოფილიყო ძლიერი ეკლესია, ძლიერი და დამოუკიდებელი ეკლესია. ეს ყველა ეტაპზე ჩვენი ისტორიისა, როცა საჭირო იყო, რომ ეკლესია დამდგარიყო სწორედ სახელმწიფოს მხარეს და დამოუკიდებლობის მხარეს, ყოველთვის იქ იდგა და ამზადებდა დამოუკიდებლობას, როგორც ჩვენი ბოლო საუკუნის მაგალითი გვაჩვენებს, როცა რეალურად ეკლესიამ გამოაცხადა ავტოკეფალია, სანამ სახელმწიფო გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას. ეს არის ის, რაც დღეს გვჭირდება, როცა სახელმწიფო ძალიან დიდ გასაჭირში არის, სწორედ რომ ეკლესია თავის სიმაღლეზე დადგეს. მეორე, რაც ევალება ეკლესიას, ეს არის ის, რომ იყოს მით უმეტეს ამ პერიოდში, სადაც ძალიან დიდი დაპირისპირება არის და პოლარიზაცია, იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების და არა ერთი ნაწილი საზოგადოების წარმომადგენელი. ამ ორ დანიშნულებას ვინ და როგორ შეასრულებს, ეს მე არ ვიცი, ეს ჩემი გადასაწყვეტი და ჩვენი საერო პირების გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ პასუხისგებლობა საქართველოს ეკლესიის წინაშე, საქართველოს ისტორიის წინაშე იქნება იმ 39 მღვდელმთავრის, რომელიც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას ამ მომავალ დღეებში.